რამდენი მუსლიმანური სახელმწიფოა მსოფლიოში. მხოლოდ არაბული მუსლიმანური სახელმწიფოები 22-ია. პლუს 23 ეს არის პალესტინა, რომელიც ნაწილობრივ აღიარებულია. ანუ 23 არაბული მუსლიმანური სახელმწიფოა, ასევე არაარაბული მუსლიმანური სახელმწიფოები, თუნდაც ჩვენი მეზობელი თურქეთი, თუნდაც საბჭოთა ყოფილი რესპუბლიკები, ხო, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი, უამრავი მუსლიმანური სახელმწიფოა მსოფლიოში, რომელი უჭერს ირანს ხარს. ერთი მაინც თუ არსებობს დედამიწაზე, პლანეტაზე მუსლიმანური სახელმწიფო, რომელმაც ხარი დაუჭერა ირანს. არც ერთი არ არსებობს. რატომ? მე ბევრჯერ მithქვავს, ირანი არის სახელმწიფო, რომელიც მთელი თავისი ისტორიის მანძილზე ყველა მეზობელს და არა მეზობელს, ყველას მუდმივად ემუქრებოდა. სადაც კი საშუალება ჰქონდა, ყველას აყაჩაღებდა. ეს იყო და რჩება სახელმწიფოდ, რომელიც ყველასთან ჩხუბშია და თან სულ პრეტენზია აქვს, რომ მსოფლიო ლიდერია და მათ შორის, რომ მუსლიმანური სამყაროს ლიდერია. ამიტომ არავის არ უყვარს. და არც ერთმა მუსლიმანურმა სახელმწიფომ ირანი არ დაიცვა დღემდე პირიქით. ფაქტიურად ომის რეჟიმშია, იგივე კატარი, ომის რეჟიმშია, კუვეიტი, ომის რეჟიმშია, არაბეთის ემირატები. აი ამ სხვა